მარი ვიდრე შემოგვერთდება ვთქვათ ისიც რომ აი ძალიანაც რომ ვეძებოთ ბოლო წლამდე ეთერ თურაძის ბევრი ინტერვიუს მედიაში სატელევიზიო ინტერვიუს ვერ ნახავთ ეთერი პირველად ფართო აუდიტორია მედია აუდიტორია ალბათ კარგად იცნობდა მანამდე ძალიან კარგად პირველად ჩვენ ეთერის აქტიურობა ვნახეთ რუსული კანონის შემოღების შემდეგ როცა მან შალვა პაპუაშვილს უთხრა რომ მას აღარ აქვს კითხვა პარლამენტის თავმჯდომარესთან რომ ის უარს ამბობს ჟურნალისტის ძირითად იარაღზე კითხვის დასმაზე ეს იყო მაშინ ეთერ თურაძის პროტესტი და გვახსოვს გაუგნებული შალვა პაპუაშვილი რომელიც ვერ პასუხობდა ძალიან კრიტიკულ კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებს. ხო, მანამდე ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში, თითქმის 26 წლის განმავლობაში ვიყავით ცხადია ბათუმელების ჯერ გაზეთის, შემდეგ უკვე ონლაინ გამოცემის კითხველი და სწორედ რუსული კანონი ჯერ 2023 წელს, შემდეგ კი 2024 წელს აღმოჩნდა ის, რამაც ფაქტობრივად რედაქციიდან აქტივიზმისკენ გამოიყვანა ეს ადამიანებიც. ახლა ყველაფერს ემუქრება სერიოზული საფრთხე, ეგზისტენციალური გამოწვევა ახსენეთ ამარ შენ მიმოხილვის ბოლოს აქაც უნდა ვთქვათ ისიც რომ მხოლოდ მზიას პატიმრობით არ არის ცხადია განპირობებული საფრთხეები, რომლებიც თავისუფალ მედიას დღეს ემუქრება. ეთერ თურაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ეთერ, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში და უპასუხებთ ჩვენს შეკითხვებს. დავიწყოთ აი ზოგადი შეფასებით, რა მდგომარეობაშია, რა გამოწვევების წინაშე არის დღეს მედია? საყურებელს შესაძლებელია და არ დავიწყებ იმაზე საუბრით, რომ ქართულ მედიას დღეს განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება, ქართულ დამოუკიდებელი მედია განსაცდელშია და ეს განსაცდელი მოუწევს მას ხელისუფლებამ. ამდენი წელია რაც არსებობს საქართველოს ისტორიის და ბოლო დამოუკიდებლობის პერიოდში მსგავსი განსაცდელი ქართულ მედიას არ ქონია და ასეთი სასტიკი მეთოდები რაც ეხლა გეგმება ქართული ჟურნალისტიკის წინააღმდეგ ძალიან დიდხანს მუშავდებოდა და ხანგრძლივი პროცესი იყო რუსეთში და ეს ჩვენთან ძალიან სწრაფი ტემპით ეს მოდელი როგორც ჩანს არის ეფექტურად შესწავლილი და მუშავებული ათვისებული აი ეს მოდელი რამდენიმე თვეში დაინერგა ჩვენთან და ახლა რას აპირებენ იმას რომ გააჩვენონ კრიტიკული აზრი დაადუმონ არ უნდათ გაიგონონ განსხვავებული ხმა და რა ჟურნალისტები რომლებიც ჩვენს პროფესიულ მოვალებას ვასრულებთ და ეს მოვალება არის რომ მედიატორი ვიყოთ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის რომ ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას რომ უდარაჯოთ ხელისუფლების გადაცდომებს და ასე შემდეგ ეხლა გვემუქრებიან რომ გვეუბნებიან რომ ჩვენ გაგიშვებენ ციხეში პატიმრობაში 5 წლით დაგვაჯარიმებენ რა ვიცი მოკლედ რეპრესიები დარწმუნებული ვარ რომ მრავალფეროვანი იქნება კიდე მრავალფეროვანი ამ ხრივ ძალიან კრეატიულები არიან ჭყალებში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისად ქართული მედია არის განსაცდელში მაგრამ ნახოთ მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა გაუძლოთ ამ განსაცდელს ეს არის ჩვენი პიროვნული გადარჩენისთვის, ჩვენი პროფესიული გადარჩენისთვის და ეს არის როგორ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. იმიტომ რომ თუ კრიტიკული აზრი გააქრება ამ ქვეყანაში, თუ კრიტიკული აზრი დასამარდება, ამ ქვეყნის პერსპექტივა არის ძალიან პერსპექტივა აღარ არის პრინციპში და არის რაღაცა თალხი, რომელიც ერთხელ უკვე ვიცით ჩვენ ლიტერატურიდან, ისტორიიდან რო ჩამოწვა, ეს თალხი 1921 წელს და მეორედ შეიძლება განმავლდეს, მეორედ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ამ პროცესის თვითმხილველები, როცა ისევ ჩამოწვა ჩვენს ქვეყანაზე თალხი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ რათა ჩვენი კრიტიკული ხმა ჩვენ ხომ მეტი არაფერი არ აქვს ჩვენ გვაქვს ჩვენი სიმართლე ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიმართლე ჩვენ გვიპირისპირდება უზარმაზარი გავლენების რესურსების მქონე ჯგუფი და უნდათ რომ მოგსპონ გაგვანადგურონ და აი ახსენეთ სისწრაფე რომლითაც წავიდა ოცნება რუსული მოდელისგან განსხვავებით ჩვენ არ გვინდა ყალბი ოპტიმიზმი მოვახვიოთ ვინმეს თავს რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი მაინც როგორ ფიქრობთ აი ამ ვითარების ამ სისწრაფის ამ განზრახვების გათვალისწინებით აი რა ვითარება შეიძლება გქონდეს ერთ წელიწადში
ერთ წელიწადში არა, 3 თვეში შეიძლება თავისუფალი მედია თუ უნება აღასრულეს, რასაც ფიქრობენ. მოკლედ დავითვლი ახლა. სადღაც 70 დღეში შეიძლება მე პირადად ვიყო ციხეში. ამათი კანონებით. შეიძლება ჩვენი რედაქციის მიმართ მიდიოდეს სხვა რეპრესიული მუშაობა რომელი კანონით გადაითვალეთ ეს 70 დღე იმდენი რამე მიიღეს ერთმანეთის მიყოლებით? არა, თვითონ არა და მოდიფიცირებული კი ბატონო, დიახ, ახლა ყველაზე უახლესი ეს არის, მალე ჩაირთვება როგორც ჩანს და 70 დღის შემდეგ შეიძლება ჩვენ რედაქციის წინააღმდეგ იყოს რაღაცა ბევრი ინსტრუმენტი ამოქმედებული. თქვენს წინააღმდეგ ახლა ჩვენ ეს სამი ადამიანები ვსაუბრობთ, მე თქვენთან კარგს მიღმა ვინც არის ხალხი, შეიძლება ამათაც შეეხოს ეს ყველაფერი. არ ვიცით, ამათ ტვინში რა იხარშება ჟურნალისტიკის წინააღმდეგ. ძნელი წარმოსადგენია, არავითარი ოპტიმიზმი არ მაქვს. მე ვამბობ, რომ არ უნდა გავჩერდეთ. არ ვახვევ არავის არაფერს, მე მგონია რომ არ უნდა გავჩერდეთ. და უძრაობაში, მოქმედებაში, საქმის ერთგულებაში და სიმართლეში არის ძალა. ამ ძალამ უნდა გააჩეროს ეს მეორე ძალა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის თუ ქვეყნის ქვეყანაში კრიტიკული ჟურნალისტიკის განადგურება, რომელსაც მიზნად აქვს დასახული კრიტიკული ჟურნალისტიკის განადგურება. კი ბატონო. კი, ქალბატონო ეთერ, ჩვენ ცხადია ვიცით, მაგრამ აი, როდესაც ვლაპარაკობთ ფარაზე, აი მაყურებელმაც უკეთ რომ გაიგოს, ფარას ამოქმედების შემდეგ, რომლის მიღებაც აპრილის დასაწყისში არის დაგეგმილი და შემდეგ 60 დღე ექნება ამის ამოქმედებისთვის. ანუ რა ნაღმები არის ჩადებული ფარაში მედიის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფალ მედიას, აი თქვენი მაგალითად, ფაქტობრივად არსებობის საშუალებას აღარ მისცემს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ხო, ბევრი ნაღმია, მაგრამ მოდი ერთი განვიხილოთ. ახლა ამ ფარას განხილვას თქვენი ეთერის კი არ ეყოფა, მაგრამ განვიხილოთ ნაღმი, როდესაც გვეუბნება რომ ჩვენ უნდა დავრეგისტრირდეთ როგორც აგენტები, ხო? ანუ ნებაყოფილობით ჩვენ თუ დავრეგისტრირდებით ამ აგენტებად, არ გვინდა ახლა რაღაცა სხვა სიტყვების შერჩევა, რეალობა ეგ არის, რომ გვაიძულებენ რომ გამოვაცხადოთ ჩვენი თავი აგენტებად. და შემდეგ თითქოს შეგვიძლია გავაგრძელოთ საქმიანობა. შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ ჩვენ ქუჩაში ვერ გავალთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვაღიარეთ რომ ვართ აგენტები. მთელი ცხოვრება ამ ქვეყნის განვითარებისთვის ვიშრომეთ. პირადად მე, რა ვიცი, ძალიან ბევრმა ადამიანმა ვისაც ვიცნობ ჟურნალისტიკაში. ამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის ვიშრომეთ ძალიან ბევრი და ახლა ეს ჯგუფი, რომელსაც ამ დემოკრატია როგორც ჩანს ეზიზღება როგორც მოდელი, ხო? აი ეს ჯგუფი ამბობს, რომ ძალა აქვს და გვეუბნება, რომ ახლა იტყვით, რომ თქვენ ხართ აგენტები. მე ვამბობ, რომ ამას არ ვიტყვით. მე ამას არ ვიტყვი. მაშინ რას მეუბნება? მეუბნება, რომ მაშინ დამაკავებს და გამიშოს 5 წლით ციხეში, ხო? ნუ მაგას მოახერხებს კი ბატონო. მე ძალით ვერ მათქმევინებს, რომ აგენტი ვარ. მე მგონია რომ ბევრ ადამიანს ვერ ათქმევინებს რომ აგენტია და მე გამიშორ ციხეში, იმიტომ რომ მე არ ვაპირებ რომ საქმიანობა შევაჩერო. მოდელი ესეთი არ ვიცი ახლა ძალიან ხისტად ხსნი, იმიტომ რომ აქ ლამაზი სიტყვების დრო აღარ არის. მეორე შემთხვევა არის რომ თქვათ მე გამიშვა ციხეში, მაგრამ ვიღაცას არ უნდა ციხეში, ხო? არც მე არ მინდა ციხეში რასაკვირველია და არც მე არ მინდა აი ამ სიგიჟეებზე ვსაუბრობდე ახლა, მინდა რომ ვიმუშაო ჩემს პროფესიაში. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ არა მე ციხეში არ მინდა, მე არ მინდა აგენტი ვიყო, ამიტომ წავა პროფესიიდან. გაჩერდება აბსოლუტურად. ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტი მოხდება გადინება პროფესიიდან, ხო? მე ასე ვხედავ, ბევრი წავა უცხოეთში, ამიტომ ეს ადამიანები, ვისაც ახლა ხელისუფლება იძლევს რომ დაირქვან აგენტები, ამ ადამიანებს თავის დამკვიდრება საზღვარგარეთ უცხოეთში, ხო? მე არ ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ. просто იმკვიდრებენ ეს ადამიანები. ეს ამ ადამიანებს თვით გადარჩენის, ანუ თავის გატანის უნარები ყველგან ექნებათ. უბრალოდ უნდათ რომ აქ იშრომონ. და ძალიან ბუნებრივი იქნება თუ არ მოუნდებათ რომ იყვნენ ციხეში, ამ რეჟიმის ციხეში და შეიძლება წავიდნენ, გადაწყვეტენ რომ ან წავიდნენ უცხოეთში, ან წავიდნენ სხვა პროფესიაში.
რა მოხდება? ქართული მედია განადგურდება. პერსპექტივა არის ეს ერთი, რომ ჟურნალისტები გარბიან ჟურნალისტიკიდან გადიან, ან მეორე ვინც არ გადის ჟურნალისტიკიდან გადის შედის ციხეში. ეს არის ძალიან მარტივი სქემა. აქ სხვა მესამე გზა აღარ არსებობს. მზიაც ამბობდა ამას, აი ვინც არ გადის ჟურნალისტიკიდან, თქვით რომ ის შედის ციხეში, მზიამ თქვა ერთ-ერთ პროცესზე, რომ საბჭოთა კავშირისგან ის განასხვავებს ამ ვითარებას, რომ ფორმალური სასამართლო მაინც აქვს და დახვრეტა არ არის კანონმდებლობაში. მზიას საქმეზე ბევრჯერ გვისაუბრიათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, მაინც აი 20 თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დახვრეტაც აღადგინონ, ხო? სიკვდილით დასჯა. სულ არ არის ამორიცხული, ჩვენი გვყავს კრეატიული კანონშემოქმედები, იქ რა ერთი ჯგუფი განსაკუთრებით რადიკალური, რომელიც თითქოს ოცნებაც არის და ოცნებაც რო არ არის, ხო? აი ამათგან მოსალოდნელი არის ძალიან მალე ახლოს მომავალში, რომ აი ეგ დღის წესრიგიც დააყენო, ხო, გაჩნდა ტერმინი რაღაცა. არ ვიცი, მოკლედ ცირმებში არ წავალ ახლა, მაგრამ ხო, არც ეგ არ არის გამორიცხული, რომ ეგ მუხლიც გაჩნდეს სიკვდილით დასჯა. ამაც ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც დღეს ძალა ერჩის მოწყურებულია განადგურება, სხვა ადამიანების განადგურებას. სხვა ადამიანების მოწყურებული არიან, ირთვიან, აი ესეთი შთაბეჭდება მრჩება, რომ ერთი სული აქვთ, როდის დაიწყებენ ადამიანების ფიზიკურ განადგურებას და მაგისტროც მოვა ეთყობა როგორც ჩანს, ეგაც არ გეგმაში დიახ, ბოდიში შეგაწყვეტინა. ხო, აი თავისუფალი მედიის სიკვდილით დასჯა არის ნამდვილად თავისუფალი მედიის მკვლელობა. მთელი ეს პროცესი, რასაც ვამბობ, კიდევ ერთხელ მზიას საქმეზე სურდა მესაუბრა მის გავლენაზე და ამ პატიმრობაზე, როგორც განაცხადზე ხელისუფლების მხრიდან. ვიდრე ის ციხეში, ჩვენ მაინც გვაქვს мотиваცია ბრძოლის და მისი გათავისუფლების. დიახ. შესაძლებელი არის მზია რო ციხეში არ ყოფილიყო, არჩევანი მეც მაგვარი მქონოდა. და ჩვენს რედაქციას რავს გულისხმობ, რომ სანამ მზია ციხეშია, ჩვენ ვერც გავიქცევით და ვერც გავჯერდებით. ან ეს არის, იმიტომ რომ სხვა არჩევანი ჩვენ არ აქვს, შეიძლება სხვა რედაქციებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ კონდეთ სხვა არჩევანი თავის გადარჩენისთვის. ფიზიკურ გადარჩენაზე არის აქ საუბარი. მაგრამ ჩვენ ეს არჩევანი არ აქვს, იმიტომ რომ მზია არის ციხეში, მზია ამბობს, რომ ბრძოლა ბოლომდე და ჩვენ აღარ დაგვრჩენია, ჩვენ ჯერ თავისუფლები ვართ და ჩვენ ეს თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენივე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რასაკვირველია, ძალიან დიდი ლაქა არის საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის იქნებოდა ეს ლაქა და ამ ხელისუფლებისთვისაც ძალიან დიდი ლაქა იქნება და არის უკვე რომ მზია მაღლობელი როგორც ქალი სინდისის პატიმარი ყავთ და ამაზე არ წუხან, ამაზე რაღაცა ნორმა გონიათ და მე მგონია რომ რაღაცა განმეორებებიც იქნება. ანუ ის რომ სილის გაწვნის გამო პოლიციის საჩივრის საფუძველზე პოლიციის გადაწყვეტილებით ქალი ჟურნალისტი 7 წლის ციხეში არ უნდა მიდიოდეს, ეს არის ყველასთვის ნაცილი. თვითონ ქართული ოცნების ამომრჩეველსაც კითხეთ თუ გინდათ. კი ბატონო, ესენი ამუშავებენ ძირითად ფაქტორს, ის ძირითად მესიჯს, რომ ხო, აბა პოლიციის სისტემას გაარტყა ხელი, სისტემას არ გაარტყა ხელი, სისტემას ლავში ათხრევს ის ადამიანი, რომელსაც მზიამ გააცდა სილა, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ ვიცი, მოკლედ ამ ადამიანზე არ მინდა საუბარი, მაგრამ მზიას რომ დაუბრუნდეთ, ამბავი არის ის, რომ ის აპირებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის და ბევრ ადამიანზე თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ არის ციხეში და მე მგონია, რომ ძალიან ბევრ ოცნების მომხრე ადამიანს ეს ირცხვილება ის ფაქტი, რაც ვითარდება მზიას გარშემო. მე არ ვიძახი ახლა არ გულისხმობ აი ამ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ყველაფერს განადგურებისკენ არიან, განადგურებაზე არიან, განადგურებას ცდილობენ და ითხოვენ. ამაზე არ ვიძახი, ოცნების მომხრეებში არიან ეგეთებიც ეს რადიკალები. უბრალოდ სხვა ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი ამომრჩევლები, რომლებიც ამ ჯგუფს უჭერს მხარს, არც მათ არ მოსწონთ ის, რასაც უკეთებენ ამ ქალს, ჟურნალისტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კეთილსინდისიერად შრომობდა.
კი ბატონო. ეთერ აი მზიას დაკავების დღეს თქვით, რომ როგორც ჩანს ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში. აი რატომ არ შეიძლება ამ პერიოდის შედარება სხვა პერიოდებთან? თან თქვენ ამაზე ყველაზე უკეთ გასცემთ პასუხს, იმიტომ რომ თქვენი რედაქცია სამი ხელისუფლების პირობებში არსებობდა, ასლან აბაშიძიდან დაწყებული. კი ბატონო. ხო, ბევრჯერ მithქვავს ძალიან ბევრი ტიპის რეპრესია გავიარეთ ჩვენ როგორც რედაქცია. რომ და ბუნებრივი იყო იცით მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობიდან გამოდიხარ, იქ ადამიანების ცნობიერება, განსაკუთრებით მმართველი ელიტების ცნობიერება, ცოტა სხვაგვარია მათ, ისინი მიჩვეული არიან მორჩილებას, ცენზურას და ასე შემდეგ. და მაშინ პერიოდში, როდესაც ჩვენ საქმე დავიწყეთ, ზუსტად ძირითადი ჯგუფი ადამიანების ასაკობრივ კატეგორია თუ ვთქვათ, ხო, იყო ის ადამიანები, ვინც მიჩვეული იყვნენ აი ამ მართლწესრიგს. ან მორჩილების წესებს, რაღაცა პატრონყმობას და ასე შემდეგ. რა ვიცი, ბევრი მარკერი მხარე ქონდა, ხო, რეჟიმებს. საბჭოთა რეჟიმს. ჩვენ გამოვიარეთ ეს რეჟიმი სხვადასხვა დანაკარგებით, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ეს დანაკარგი იყო ძირითადად ვთქვათ პროფესიიდან გადინება, იქ რაღაცა ტექნიკის აპარატურის განადგურება, იქ რაღაცა ფიზიკური ანგარიშწორებები. მაგრამ ჩვენ ახლა გვაკნახეთ რა როგორ შეიცვალა. ჩვენ გქონდა დანაკარგები და ახლა ჩვენ თვითონ უნდა გავქრეთ. აღარ უნდა ვიყოთ ესმი. ანუ ჩვენი ხმა საერთოდ აღარ უნდა ისმოდეს. საწოლი ადამიანები კი არ უნდა გადიოდნენ პროფესიიდან, როგორც თქვა წინაპირობებში ხდებოდა, როცა იღლებოდნენ ადამიანები ამ თავდადებული შრომისგან, აუცილებლად საკუთარი თავისთვის მიეხედათ, საკუთარი ცხოვრებისთვის მიეხედათ და მიდიოდნენ პროფესიიდან. არა, ახლა ჩვენ მთლიანად უნდა გავჩუმდეთ. ჩვენ ვბრუნებით, რა ვიცი, რომა საბჭოთა კავშირი, მე კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი, მაგრამ მედია როგორი იყო, ანუ კარგად მახსოვს რაღაც გავიაზრე როგორც ჩანს უფრო თუ, მაგრამ მედია როგორი იყო მაშინ. ეს ამის თვითმხილველი არა ვარ. მე წავიკითხე ბიბლიოთეკაში რაღაცა პროექტებზე ვმუშაობდი, თქვა საბჭოთა წარსულის კვლევის მინი ვერსიები გქონდა და ამაზე ვმუშაობდით და სასწაული ხდებოდა იმ მედიაში და როგორც ჩანს, როცა ჩვენ გავქრებით, დარჩება ის მოდელი, ოღონდ უფრო ბრწყვილა ტელემედიის სახით და იქნება სრულიად ერთფეროვანი ხმაც და კადრიც და ყველაფერი იქნება იდეალური გარშემო და ჩვენი ხელისუფლება იქნება ხალხზე ორიენტირებული. ანუ მოკლედ ისეთივე იქნება, როგორც იყო საბჭოთა კავშირში, საბჭოთა რეჟიმი ის როგორიც იყო, ხო? თქვენ შეიძლება არ გახსოვთ პატარა ხართ, მაგრამ მე კარგად მახსოვს, რომ საბჭოთა კავშირში ბელადები როცა ხდებოდნენ, ჩვენ ბავშვები გაგვაჩერეს რიგებში და გვატირეს. ბელადები როცა ხდებოდნენ, ტელევიზორს უყურებდით და ვტიროდით. ეს ქონდა და როგორც ჩანს, ჩვენი ხლა მთავარი ბელადი როდესაც მოკვდება, ოდესმე როდესაც გარდაიცვლება, მინდა ისეთი სისტემა, რომ ჩვენი მომავალი თაობის ბავშვებიც დავაყენოთ ამ კადრის წინ კამერებთან და ვატიროთ. აი ეს იქნება ჩვენი პერსპექტივა. ჩვენ გაგვაქრობენ, კრიტიკულ მედიას თუ გაგვაქრობენ, ჩვენ დავბრუნებით საბჭოთა კავშირში. კი ბატონო. ხო, ძალიან მძიმე არის, მაგრამ ეგრეა. ხო, სამწუხაროდ წლიდან წლამდე დინამიკაც კატასტროფულია. ხომ აი 2024 წელს პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი გაუარესებულია რეპორტიორების საზღვრებს გარეშე ანგარიშის მიხედვით 180 ქვეყანას შორის საქართველოს 103 ადგილზე, 2023-ში 77 ადგილზე იყო და ახლობით წარმომიდგენია რომელ ადგილზე იქნება, როდესაც 2025 წლის მონაცემებს დააჯამებენ საერთაშორისო მონიტორები. მაინც არ ვიცი, არის რაიმე სხივი, რასაც უნდა გავყვეთ, რომ დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება, ნორმალური პროფესიული ცხოვრება. სხივს ჩვენ არავინ არ დაგვიტოვებს, თუ ჩვენ არ მოვიპოვეთ ეს სხივი. ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ძალისხმევა იქნა გაღებული, ვისათვის ეს სხივი გაქრეს. ბოლო 2 წლის წელი იყო განსაკუთრებით კრიტიკული და განსაკუთრებულად რთული. ხო და სხივი როგორ არ არის? სხივი არის თითოეული ის ადამიანი, რომელიც საუბრობს და არ ეშინია ჯერ კიდე. ეს არის სხივი, ეს არის სიტყვის თავისუფლება.
როდესაც ყველა ადამიანი დადუმდება და ყველა ადამიანი იქნება შიშით მოცული, ეს იქნება ჩამქრალი სხივი. ძალიან ბევრი სხივი არის ჯერ საქართველოში.